მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. მიხეილ ყაველაშვილი 17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. ამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხებს არ განიხილავენ, რადგან რეგლამენტის მიხედვით ეს დაუშვებელია. ყაველაშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეები სიტყვით გამოვლენ. ყაველაშვილს დასკვნითი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება. რუსეთის გარდა კიდევ 4 საერთაშორისო სუბიექტია, რომელიც არ აღიარებს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას და ასევე არიან ქვეყნის შიგნით ექსტრემისტული ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. ერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი და ახლა მიიღება მეორე კანონი, რომელიც დაუპირისპირდება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟსა და ექსტრემიზმს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმაციის შესახებ საკანონმდებლო წერთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით 2024 წლის არჩევნები აბსოლუტურად ლეგიტიმურად ჩატარდა და როდესაც არ გაქვს საწინააღმდეგო მიმართულებით მტკიცებულებები, თუმცა აგრძელებს საბოტაჟს, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს მკაცრად დაცული. ამას უზრუნველყოფს კონსტიტუცია და ეს დამატებით უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობამ. თუ კონკრეტული პირების ქმედებების საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ, აცხადებს კობახიძე. იმ სტატისტიკამ, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მათ შორის Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როგორც იყო ყალბი კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ასეთივე ყალბია კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოვა 6.6 მილიარდი დოლარი. კობახიძემ ასევე უპასუხა შეკითხვას ინტერპელაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მზად არის უფრო მეტი დეტალის შესახებ გაუზიაროს ინფორმაცია პარლამენტის წევრებს. მიგრაციის თემით დაინტერესდა პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობაც. მზად ვარ კიდევ უფრო მეტი დეტალის შესახებ გავუზიარო ინფორმაცია პარლამენტის წევრებს და რა თქმა უნდა, მომზადებული მივალთ საქართველოს პარლამენტში, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. ქართული ოცნების წევრებს რეალურად უნდათ ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა დაუქვემდებარონ მთავრობის ნებართვას და ის კომპლექსები, რაც მათ აქვთ არაღიარება აღიარების ნაწილში გამოაცხადონ დანაშაულად. ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა გიგა ფარულავამ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონ-პროექტი გამჭვირვალობას არ ემსახურება. ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. საუბარია 7 კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლის ამოქმედების შედეგად გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ. ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის გაფართოების მიმდინარე პროცესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა. მათივე ცნობით, სუსის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქმე უწყებო დაწესებულებას მიხეილ ძაგნიძე ხელმძღვანელობს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა. ნატალია ვუტოვამ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს შორის მრავალწლიანი აქტიური თანამშრომლობა შეაჯამეს. მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ასოციაციამ ადვოკატთა პროფესიის განვითარებისთვის ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განახორციელა. ასევე მიესალმნენ მომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. მე ვთხოვე, რომ მათი მხრიდან მოხდეს ადვოკატთა პროფესიული განვითარების ახალი პროექტის ინიცირება და მხარდაჭერა, რათა ჩვენი წევრებისთვის პროფესიული განვითარება უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერად გაგრძელდება, აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას 16-17 თებერვალს სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ ორთაჭალხესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან. აღნიშნული მოწოდება უკავშირდება 31 იანვარს თბილისში მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნაშველის ღონისძიებების ფარგლებში ორთაჭალხესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირებას ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ზემოხსენებულ ტერიტორიაზე გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას. მათივე ცნობით ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე მაშველი იქნება ჩართული, ასევე მყინთავდა ჯგუფები, წყლის საშუალებები და საფრენი აპარატები. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ჟენევის მოლაპარაკებებზე უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ძირითადი პარამეტრები განიხილება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დაგეგმილია კონფლიქტის მოგვარების ძირითადი პარამეტრების, სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული პარამეტრების განხილვა. განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში. მისივე ინფორმაციით შეხვედრაზე შესაძლოა ასევე შეეხონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხსაც. წყაროს განმარტებით შესაძლებელია რუსებსა და უკრაინელებს შორის ორმხრივი კონტაქტებიც. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია ჟენევაში უკვე გაემგზავრა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ჟენევაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორ რაფაელ გროსის შეხვდება. ბირთვული ექსპერტების თანხლებით შეხვდები რაფაელ გროსის ტექნიკური საკითხების სიღრმისეული განხილვისთვის, წერს არაღჩი სოციალურ ქსელში. მისი თქმით ასევე გეგმავს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ ბად ალ-ბუსაიდთან შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გამართვამდე. ჟენევაში ვიმყოფების სამართლიანი და თანასწორი შეთანხმების მიღწევის რეალური იდეებით, წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. დეკემბერში მარ-ალ-ლაგოში გამართულ შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ისრაელის მიერ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე დარტყმებს. ინფორმაციას CBS News-ი საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვით პირობით ისაუბრეს. გამოცემის ცნობით, 2 თვის შემდეგ აშშ სამხედრო და სადაზვერვო საზოგადოების მაღალჩინოსნებს შორის შიდა დისკუსიებში დაიწყო განხილვა ირანზე სროლის ახალი დარტყმების მხარდაჭერის შესაძლებლობის შესახებ. დისკუსიები ნაკლებად იყო ფოკუსირებული იმაზე, შეეძლო თუ არა ისრაელს მოქმედება და ყურადღება უფრო მეტად გამახვილებულიყო, როგორ შეეძლო შეერთებულ შტატებს დახმარება, მათ შორის ისრაელის თვითმფრინავების საჰაერო საწვავის შევსების უზრუნველყოფაზე და პოტენციური მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებიდან ფრენის ნებართვის მოპოვების დელიკატურ საკითხზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ირანთან ამერიკის ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის დემონტაჟს და არა მხოლოდ ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებას. ამასთან ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს ჯერ კიდევ დასასრულებელი აქვს სამუშაო, რომელიც ღაზაში ყველა გვირაბის განადგურებას ითვალისწინებს. ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი ირანთან შეთანხმების მიღწევის მიმართ, თუმცა ის აუცილებლად უნდა მოიცავდეს გამდიდრებული მასალის ირანიდან გატანას. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ამ კვირაშია დაგეგმილი. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.